ბაზრის დუქანში ღარიბმა კაცმა, რომლისთვისაც ნამუსი და ალალის სიტყვა ყველაფერი იყო, შარიანი ყასაბი ჯალათივით გამოლანძღა. რადგან ამ არამზადა გოთვერანმა უბრალო ფეშქაშს 20 ბირი ფასი დაადო. ბოლოს ყისმათმა უმტყუნა, ჯავრი იყრა და დიდი ჰაიჰუი ატყდა. ამ ერთ ამბავში მე გამოვიყენე 16 უცხოური სიტყვა, რომელიც აღმოსავლეთიდან უმეტეს შემთხვევაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა და შემდგომ ჩვენ ენაში დამკვიდრდა. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ, smartphone-ის ეკრანს დახედავთ და შემდგომ მეგობარს მესიჯს უგზავნით. ოკეი, დღეს სტრესული დღე კი მქონდა, მაგრამ ქათმის ნაგეცები ყველაფერს გამოასწორებს. ესეც პატარა წინადადება, მაგრამ თქვენთვის უფრო გასაგებია, იმიტომ რომ სიტყვა ოკეი, ნაგეცი, smartphone, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ ნებისმიერი ქართველი, ალბათ უმეტესობა 98% საქართველოს მოსახლეობის, ვინც ქართულ ენაზე საუბრობს, ეს წინადადება რო უთხრათ, თავიდან ბოლომდე ყველა სიტყვას გაიგებს და აზრს გამოიტანს. 30 წლის წინ შეიძლება მსგავსი წინადადება ასე თქვათ, რომ ნორმალია ყველაფერი, პროსტა იკრა ყველაფერს გამოასწორებს მაგალითად. მაგრამ კიდევ უფრო ადრე დაახლოებით 100 წლის წინ შეიძლება ეს წინადადება ქართველ ვაჭარს ბაზარში საერთოდ სხვანაირად ეთქვა. გამოიყენება სიტყვას როგორც არის ყაირათი, ბაზარი, ფეშქაში, ნამუსი, რომელიც წარმოშობის ადგილი არ არის საქართველო და არის აღმოსავლეთიდან შემოსული სიტყვა. ოღონდ ეს ენის სისუსტე არ არის. ეს არის ისტორია. ქართული ენა 3000 წელია არსებობს. და 3000 წლის განმავლობაში საქართველოზე გაიარა ყველამ. ბერძნებმა, სპარსებმა, არაბებმა, მონღოლებმა, ოსმალებმა, რუსებმა და დღეს ამ გზას ინტერნეტი გადის. ყველა მათგანი მოვიდა מחვილით ან საქონელით. მაგრამ როცა წავიდა, მათ დაგვიტოვეს ჩვენ სიტყვები. და ზუსტად აქ ხდება საოცარი რამ. სხვა ენები ტყდებიან. ლათინური გატყდა, ძველი ბერძნული გატყდა, ათობით იმპერიის ენა გაქრა. ქართული კი არა. იმიტომ რომ ქართულ ენას აღმოაჩნდა თვისება, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, თუ გინდა რომ გადარჩე, რაც არის ადაპტაციის უნარი და უცხო სხეულის თანთქმა და საკუთარად ქცევა. მტრის სიტყვა შემოუშვა, გადაღეჭა, გააქართულა და თავისი გახადა. ჯანდაბა ახლა ქართულია, ნამუსიც ქართულია, კეიფიც ქართულია. მიუხედავად იმისა, რომ სამივე სიტყვა სხვა ქვეყანაში დაიბადა. და ხვალ ჩემი აზრით სტრესიც ქართული გახდება და smartphone-იც ქართული გახდება. ეს არის ერთგვარი ევოლუცია, რომელსაც ენა თუ გადის, გადარჩება. თუ არ გადის, დავიწყებას მიეცემა როგორც ჩამოთვლილი ძველი ენები, რაზეც 2 წამის წინ საუბრობთ. დღეს ჩვენ ერთად განვიხილავთ სიტყვებს, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა, დამკვიდრდა, გაქართულდა და დღეს მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, რას ნიშნავს, საიდან მოდის და როგორ წარმოვდება სხვადასხვა სიტყვები, რომელსაც ჩვენ საუბრის დროს ვიყენებთ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ადრეც ვიდეოებში მისაუბრია, რომ ინტელექტის ერთ-ერთი განშტოება არის ადაპტაციის უნარი, იმიტომ რომ არსებას, ადამიანს, ცხოველს, არ ვიცი, ენას, ქვეყანას, რაც არ უნდა იყოს, ადაპტაციის უნარი თუ კარგი აქვს, ის დროს ყველაზე კარგად უძლებს. ყველაზე კარგად უძლებს დროის ცვლილებას, ყველაზე კარგად უძლებს დროის აჩქარებას, როგორც იცით, სამყარო გეომეტრიული პროგრესით ვითარდება და დღეს რომ სამყარო 5 ერთეულით განვითარდა, ხვალ 10-ით განვითარდება, ზეგ 20-ით, მასზე 40-ით, შემდგომ 80-ით, 140-ით, კი არა და 160-ით და ასე შემდეგ. სწორედ ამ გეომეტრიული პროგრესით განვითარებად სამყარომ თუ არ გინდა რომ შეგჭამოს, ძალიან მნიშვნელოვანია კონდეს კარგი ადაპტაციის უნარი და ადაპტირდე დროსა და სივრცეში. წავედით. Pasto fantasto skalnanes too much me. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო იქნება სიტყვებზე, რომლებიც შემოვიდნენ უცხოეთიდან, დამკვიდრდნენ. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება, იმიტომ რომ მინდოდა რომ სიტყვებზე გამეკეთებინა, იმიტომ რომ იმ დღეს ერთი ქალბატონი მესაუბრებოდა, ეს იცი რას ნიშნავს, იცი რას ნიშნავს, იცი რომ პორტოხალი, მაგალითად აზერბაიჯანელიც პორტოხალი იცი რომ ხურდა, აზერბაიჯანელიც ხრდა არის და ძალიან დამაინტერესა და ბევრი ეგეთი სიტყვა მითხრა. და შემდგომ რომ დავიწყე ძალიან დიდი რისერჩი არ გამიკეთები, მაგრამ რომელიც საინტერესო იქნებოდა ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი გამომწერებისთვის, მე სიტყვები ამოვიღე და რას ნიშნავს მაგაზე გელაპარაკებით. როგორ შეიქმნა მაგალითად ესეთი სიტყვა რო ავიღოთ, მაგალითად ავიღოთ სიტყვა ახვარი, ჩემი გადმოსახედიდან ახვარი არის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ და ალბათ ყველაზე მეტმა იცით, რასაც ნიშნავს, არის სხვის კმაყოფაზე მაცხოვრებელი. და ზუსტად რო გადათარგმნოს, სპარსულიდან არის ადამიანი, ვინც ხვის პურს ჭამს. იაპონიაში არსებობს ასეთი სიტყვა, ჰიკიკომორი, რომელიც ზუსტად იგივე მნიშვნელობისაა, რაც არის ახვარი, უბრალოდ ახვარი ჩვენ შეურაცხყოფად ვიყენებთ და ჰიკიკომორი არის უბრალოდ სოციალური მოვლენა, რომელიც ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც ახვარი რა. სანამ ვიდეოზე გადავალ, მინდა მივსამძიმრო მთელ საქართველოს, ჩემი აზრით რა მასშტაბის
გლოვაც არის საქართველოში დღეისობით. ილია მეორე იყო ბოლო ადამიანი, ვინც ამ ასეთი მასშტაბის გლოვას დაიმსახურებს. ეს ჩემი აზრია. კარგი იქნება, რომ თუ მომავალში გვიყოლება ისეთი ადამიანები, ვინც ამ მასშტაბის გლოვას დაიმსახურებს, კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ეჭვმეპარება. ჩემი აზრის დაფიქსირება მინდა რაღაცასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ილია მეორეს დიდი სურვილი იყო საქართველოს გამთლიანება და ქართველი ერის გაერთიანება, ერთ აზრზე დადგომა და ერთ მუშტად შეკვრა და ყველაზე ნაკლებად რაც უნდა გავაკეთოთ ამ დროს არის ის, რომ ეხლა რაც ხდება საქართველოში, რომ ერთმანეთს უთვლიან, რომ შენ რატო წერ ამაზე სტატუსს, შენ რატო გლოვობ, შენ ხო არ გიყვარდა, შენ ხო ის, ანუ ამ ყველაფერს მაინც ნუ გამოვიყენებთ ერთმანეთის აი რაღაცა ორ მხარეთ დასაყოფად, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო რაღაც, რაც ჩემი აზრით ჩვენს პატრიარქს უნდოდა. თუ გინდათ რომ პატივისცეთ მას, ჩემი აზრით პირიქით უნდა გავაკეთოთ და უნდა ვცადოთ მაინც და ის სურვილი ნაწილობრივ მაინც შეუსრულოთ და პირიქით ადამიანებთან, ვისთანაც რაღაცა წყენა გვაქვს და რაღაცა შუღლი გვაქვს, მეორე შანსი უნდა მივცეთ და უნდა ვეცადოთ რომ გავუგოთ მათ. და არა პირიქით რაც ხდება. აი მაგალითად ის გოგოს ვიდეო რო ჩაწერა რაღაც რო აი მაგალითად თუ გინდა რაღაც ინფლუენსერული ვიდეო რო ჩაწერა, წარმოდგენა არ გვაქვს რა ის გოგო კი რთული სანახავია და არასასიამოვნო მოსასმენია და თვითონ კონტექსტიც კი შეუსაბამოა თითქოს, მაგრამ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს იმ გოგომ როგორი გულით გააკეთა ეს სუფთა გულით. თუ გააკეთა მართლა ანგარებით და რაღაცა იფიქრა რომ მოდი ამას თუ გავაკეთებ, ბევრი ნახვა ექნება ჩვენ ვიდეოს. არ განვიკითხოთ ერთმანეთი, ვინც გლოვობს, იგლოვოს, ვინც თამაშობს რომ გლოვობს ვითომ, იმასაც უნდა მივცეთ უფლება რომ ეცადოს, ესე რომ ვთქვათ, გლოვას, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი გამოცდილებით რაღაცა ცუდი თვისება თუ მქონდა, ხელოვნურად მაგის დათრგუნვით მოვერი ესე რომ ვთქვათ. სწორედ ამიტომ ადამიანი არ ვიცით ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს ვინც რაღაცა ცუდს ამბობდა ადრე და დღეს კარგს იძახის, წარმოდგენა არ გვაქვს ამას რატო იძახის და როგორ იძახის და რაღაცა გაგდება იმიდან არ არის სწორი, იმიტომ რომ თვითონ ქრისტიანობაც მაგას გვეუბნება რომ არ არსებობს რა, რომ მე-11 ღამის მუშაკი ქვია, არ აქვს მნიშვნელობა როდის მობრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ მობრუნდება, არავის არ აქვს უფლება, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცა სხვა ისტორია აქვს და სხვა გზაზე გადავიდა, იმას გზა გადაუღობო და შენ არ გაქვს უფლება ამ გზაზე იარო. იმიტომ რომ ანტიქრისტიანული საქციელია ჩემი გადმოსახედიდან. ეს ოღონდ ჩემაც ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი აზრი რა. შეიძლება ვწდები, მაგრამ მე ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ არავინ არ განვიკითხოთ და ვიღაცა რაღაცას თუ წერს თბილად და კარგად დაწეროს და ნუ გაქვთ ის შეხედულება, რომ აი რა უფლება გაქვს შენ. ყველას გვაქვს უფლება საერთოდ, იმიტომ რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო და არა სრულიად საქართველოს ნამდვილი მორწმუნეების, რომლებიც ეკლესიაში დადიან მარტო მაგაც კათოლიკოს პატრიარქი. ხო, ამის თქმა მინდოდა უსამძიმებლად სრულიად საქართველოს. სანამ ვიდეოზე გადავალთ, კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა. ზუსტად 1 წლის წინ საქართველოში, თბილისში გაიხსნა პირველი ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი ესპანეთს გარეთ. ანუ ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი იყო მხოლოდ ესპანეთში და მეორე გაიხსნა თბილისში, საქართველოში. ზუსტად 1 წლის წინ, სწორედ ამიტომ ეხლა არის ბარსელონას დაბადების დღე, ესე რომ ვთქვათ, ბარსელონას ფანშოპის დაბადების დღე და ძალიან სასიამოვნო ორი პატარა ამანათი მივიღე ბარსელონას ფანშოპისგან, რომელსაც ეხლა თქვენთან ერთად გავხსნი და ერთი მგონი თქვენთვისაც არის რაღაც რა. პირველი არის ჩემი, რომელიც მოდი არ მოვიტყუები რომ გავხსენი, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა რა იყო და დამხვდა წერილიც, რომელსაც წაგიკითხავთ, წავიფლექსავი პატარა ბასტო. არიან ადამიანები, რომლებიც ისტორიას თავიდანვე ჩვენთან ერთად წერენ და შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ. ეს საჩუქარი სიმბოლურია FC Barcelona, X Kobe Bryant, მამბას მენტალიტეტი სწორედ შენნაირ ადამიანებზეა. მათზე ვისთვისაც ერთგულება, დაუღალავი შრომა და ბოლომდე ბრძოლა ცხოვრების სტილია. ჩვენ ვხედავთ, რომ შენ ზუსტად ამ გზას მიხვები. მადლობა, რომ თავიდანვე ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი ხარ. Barça Stor Georgiano. პირველ რიგში მადლობა, რომ თქვენი გუნდის ნაწილად მთვლით, იმიტომ რომ Barcelona ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. და ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი რომ წერსო ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი ხარო 2%-ით ოცნება ავისრული და ბარსელონაში ვერ ვითამაში, მაგრამ ბარსელონას გუნდის განუყოფელი ნაწილი ვარ. ორმეს მადლობა. ეს არის სპეციალ ფორმა ჩემი გადმოსახედიდან არ მქონდა ესა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი არა ალბათ ფორმა რაც ბარსას ქონია, ძალიან მომწონს, ძალიან მევასება. იდეალური ფორმა არის, იდეალური ფერი აქვს.
ისე მომწონს, რომ თუ გახსოვთ YouTube ლიგაზე მესამე სეზონში ჰამაკს გვეცვა მსგავსი ფერი გვინდა და ვერ დავსვით მსგავსი ფერი სამწუხაროდ და ცოტა თოლში მოშარდულივით იყო, მაგრამ აი მსგავსი ფორმა იყო, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს ფორმა. ხო და. არა, იმიტომ რომ არა, ზოგადად ფერი მომწონს ეს რა. და ეს არის ხუდი. ჯერ რა მაგარი სუნი აქვს. ბარსელონას ფანშოპში რაღაცას ვიყიდულობ, просто დასუნოთ, ძალიან მაგარი სუნი. ეს არის ხუდი, რომელიც მეცვა და აი ესე ძალიან მაგრამ მომეწონა. გულწრფელად უღრმესი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ასიამოვნები ვარ მოკლედ რა. და ყველაზე მეტად რატომაც ვარ ბედნიერი, ესენი რა თქმა უნდა მიხარია, იმიტომ რომ ჩავიცვა, მოვირგებ და ვიმარიაჟებ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მე მომეწონა მათ ამ ჟესტში არის ის, რომ გამომიგზავნეს gift ესე აწერია და დიდი ალბათობით ეს არის ფორმა, რომელიც ჩემს გამომწერებში უნდა გავათამაშო და მითხრეს, რომ ძალიან ცოტა არის ეს ფორმა, რასაც გაძლევთო. და ეს რა არის? აჰა, всё. ხო ეს არის special edition ფორმა, რომელიც შექმნილი არის 2005 წლის ერთ-ერთი ელ კლასიკოს საპატივცემულოდ, რომელიც ბარსელონამ მოიგო. ეს ხაზები, რაც არის, ეს დაზიგზაგებული ზოლები, რაც არის რა, იცით, რომ როგორ გავიდა გოლები რა, ანუ როგორ მივიდნენ გოლამდე რა მოედანზე. და აქ აწერია წუთები, არ ვიცი ჩანს თუ არა, აქ აწერია წუთები, სადაც გოლი გაიტანეს, ანუ მე-14 წუთზე გაიტანა სამუელ ეტომ, მე 58-ზე რონალდინიომ და 77-ზეც რონალდინიომ რა. ეს არის ფორმა, რომელიც მითხრეს, რომ special edition-ი არისო, გამოვიდა რაღაცა კონკრეტული ტირაჟით, ანუ ბევრი არ არის და ჩვენმა საყვარელმა გუნდის ფანშოპმა აიღო და ერთი წელი გამოაგზავნა თქვენთვის, რომ თქვენთან წამოსულიყო ეს ფორმა. როგორ გავათამაშო, არ ვიცი, მოდი ესე გავათამაშებ. მინდა რომ ბარსელონას გოლშემატკივარმა ჩაიბაროს ეს ფორმა და არა რეალ მადრიდის და სწორედ ამიტომ პრევენცია რომ მოვახდინო მხოლოდ ბარსელონას გოლშემატკივარებმა რომ მიიღონ მონაწილეობა იქნება ასეთი რომ დაწერეთ როგორ გახდეთ ბარსას გოლშემატკივარი მე გეტყვის თუ გინდა როგორ გავხდი ბარსას გოლშემატკივარი 2003 წელს და ჩემმა იყიდა სამი პირსახოცი იყო საბერძნეთი ახალი გამხდარი იყო ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის პირსახოცი იყო გრის ეწერა და არ იყო საფეხბურთო მაგრამ ჩავთვალეთ მე ჩემმა ძმამ საფეხბურთო იყო მანჩესტერის და ბარსელონასი ჩემმა ძმამ მანჩესტერის აიღო და მამა ჩემს პროსტა აიღო დელფინი რასაც ეხატა და მე შემრჩა ბარსელონას პირსახოცი მე ვიყავი პატარა 6 წლის წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ეს ბარსელონას პირსახოცი ბარსელონა რა გუნდი იყო ავიღე ეს ბარსელონას პირსახოცი და ბარსას ფანი ვარ თქო თქვი პირველ თამაში რასაც ბარსელონასაც უყურე იყო ბარსელონა შახტარი ან შახტარი ბარსელონა 2-0 წააგო ჩემპიონთა ლიგაზე მიუხედავად მაგისა მე მაინც ბარსელონას გოლშემატკივრად დავრჩი და ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ იქ რონალდინიოს უყურე შემდგომ მესის უყურე ეხლა ლამინ იამალს უყურებ და საერთოდ არ მქონია არც ერთხელ შემთხვევა რომ აი გოლის წვეტა როგორც მანჩესტერის გოლშემატკივრებს როგორც შეიძლება ბევრ გოლშემატკივარს აქვს ვიღაც არსებობენ ადამიანები ვინც დაიწყეს მაგალითად ჩემი ძმა მაგალითად იყო ჯერ ბარსელონა ევასებოდა რივალდოს გამო მერე მილანი ევასებოდა რივალდოს გამო და მერე რაღაც პონჩი ერთი მომენტი მანჩესტერი მოსწონდა არ ვიცი რატო შეიძლება ბეკემის გამო ევასებოდა ჰეტეროსექსუალია ხო და დაწერეთ როგორ გახდით ბარსელონას გოლშემატკივარი რამ გაგხადათ ბარსელონას გოლშემატკივარი და ვის ისტორიაც უფრო მომეწონება პირადად მე მივიღებ გადაწყვეტილებას საერთოდ არანაირად არ მივიღებ ის გადაწყვეტილებას რომ ეს ბევრ კომენტარს მიწერს და ჯიგარია და მივცემ არა რომელი ისტორიაც ჩემთვის იქნება ეგზოტიკური ოღონდ გთხოვთ არ მოიტყუოთ ვერასდროს დროს ვერ გადამომოწმებთ მაგრამ არ გაკადრებთ მაგრამ მაგას რომ მოიტყუებით მაგრამ მაინც ეცადეთ რომ არ გაალამაზოთ და პირდაპირ ინფორმაცია მითხარით როგორ გახდით ბარსელონას გოლშემატკივარი რომ მოიგოთ ბარსელონას ფორმა კარგი ეს ბურთიც როიცოდეთ იყო ჩანთაში რომელსაც მივუჩენ ადგილს და სამუდამოდ დარჩება ბასტო ფანტასტოს ფონზე. სანამ გადავალ სიტყვებზე და ჩამოგეძილი სიტყვებს, რომელიც შემოვიდა სხვა ქვეყნიდან, სხვა მხრიდან, სხვა ერიდან და ჩვენთან დამკვიდრდა, შეგახსენებთ, რომ ჩემი გენსპო საკბანკი არის კომპანია, რომელიც მუდამ მახსენებს, რომ არ გაჩერდეო ბასტო დღეს კი გინდა Marvel Rivals-ის თამაში, მაგრამ დაიკიდეო, ვიდეო გადაიღე, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი არისო და არ გაჩერდეო და შენი მიზნებისკენ სულ წინიარეო. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ გვერდში მიდგას, რომ ვიდეოები ვაკეთო. ასევე მადლობა Starbucks-ის ყავას, რომელიც მეხმარება იმაში, რომ მე ინსომნიაკ ადამიანს, რომელსაც დაძინება ისევე უჭირს, როგორც გაღვიძება, გაღვიძების დროს მალევე
მოვგონიერდე და სახგონებაზე დავდგე, აზრი რომლებიც მინდა რომ გადმოგცეთ, ლამაზად სიტყვებად და წინადადებად გარდავქმნა. რა crazy წინადადებად დავდგე. აი, მოდი დავიწყოთ. სიტყვა დუქანი. დუქანი, ყველა მოიცით რაც არის, ადამიანი დუქანს ახსენებს, ყველას ჩემი აზრით ახსენება რესტორანი რაღაცა, სადაც ხინკალს ჭამი აფათ. და დუქანი არის, ესე რომ ვთქვათ, სინონიმი რესტორანი, ოღონდ ცოტა იაფიანი და ისეთი რესტორნის მაგ სულის მატარებელი სიტყვა არის. რა შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს, გადმოტანილზეც, მაგრამ ადამიანი ჩვენ ვიყენებთ დუქანს ესე ვიყენებთ, რომ აი რესტორანი არის რაღაცა და არის დუქანი რა, მაგრამ სინამდვილეში დუქანი საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს. დუქანი თურქულად არაბულად ნიშნავს თურმე მაღაზიას, ანუ აი სავაჭრო დახლს ესე რომ ვთქვათ რა. ანუ სადაც რაღაცები დევს, საზამთრო, ყურძენი, სამაჯური, საყურე, რაღაცეები. უბრალოდ სავაჭრო დახლი არის ესეთი, რასაც ქვია დუქანი. და როგორ მივიდა სიტყვა სავაჭრო დახლი რესტორნამდე ან რაღაც ეგეთამდე, არ ვიცი, ალბათ ვიღაცამ გახსნა დუქანი ძველ თბილისში, რომელიც იყო დუქანი და ყიდდა საჭმელებს ალბათ რაღაცა ცომს ყიდდა, შეიძლება ფქვილს ყიდდა, ხორბალს, რა ვიცი, რაღაცა საჭმელებს ყიდდა. მე ეს ტიპი ალბათ მაგარი, კაი ბიზნესმენი აღმოჩნდა. გახსნა ეს დუქანი გადააკეთა ცოტა ისე, მე მაგიდები მიუწყო და მე რესტორანი და მოხდა რესტორანი და ეგრე ჩემი აზრით ეგრე გადავიდა სავაჭრო დახლიდან უფრო სარესტორნო მომსახურების ამბამდე დუქანი რა. ეს ჩემი აზრია, შეიძლება საერთოდ სხვა ისტორია აქვს, მაგრამ მე ჩემი აზრით ისტორიებს მოვყვები, სადაც ჩემი აზრი გამაჩნია, რა თქმა უნდა, მე ყველაზე არაკომპეტენტურ ადამიანს სამყაროში. ოთუსბირი ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა რა. ოთუსბირი შეიძლება ახალთაობამ არ იცის, ეხლა მაგალითად ზამბახა ცხოვრობდა საფრანგეთში და ჩამოვიდა საფრანგეთიდან გადმოვიდა აქ და აქ ცხოვრობს ახლა და ოთუსბირი რო უთხარი არ იცოდა ოთუსბირი რა იყო. ვინც არ იცით ოთუსბირი არის, ესე მომაქვს რა ოთუსბირი ამან. ანუ სადღაც მაგალითად აგროჰაბში ოთუსბირი ღირს ყველაფერი, ანუ უფრო ძვირი ღირს რა. ხო და ოთუსბირი საბოლოო ჯამში რაც ძვირთან ასოცირდება ნიშნავს 31-ს. ოთუსბირ ბირ არის 1 და 31. აი წარმოიდგინეთ ჩემი აზრით 30 იმიტომ ასოცირდება ძვირთან, რომ ალბათ ვაჭარი რაღაცას რო ყიდდა ძველ თბილისში 30 იყო ძალიან ძვირიანი ალბათ 30 შეიძლება 30 ვერცხლზე წავიდა, მაგრამ მუსულმანური სიტყვა არის. მაგრამ 30 იმიტომ არის, რომ ალბათ რაღაცა ღირდა ძალიან ძვირზე ნიშნავდა 30-ს და 30-ზე 1-ით ძვირი კიდე 31 რა მილიონი 1 უთვალავ 1 რაღაც ეგეთი მსგავსია შეიძლება რა ვიცი 30 ვერცხლის გამო 30 ვერცხლადაც არ არის საკმარისი და 31 ვერცხლი გერთონ ქრისტეზე ძვირი არისო და ახლა შეიძლება ეგეთი ამბავიც აქ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ის კი ვიცი რომ 30 ბირ თურქულად ნიშნავს 31-ს. ფეშქაში ხო იცით სიტყვა აი ეს ფეშქაშია რა. ანუ ძმაკაცი რო რაღაცა ფულს მოიგებს და ფეშქაშად რო გაძლევს ერთი 30 ლარს ან აი ცოტა ქრთამთანაც ასოცირდება ფეშქაში რა და ფეშქაში ნიშნავს თურმე უბრალოდ წინ დადებულს. ანუ წინ დადებული და ფეშქაშზე ძახდნენ ძღვენს, რომელსაც ადრე მეფეს მიართმევდნენ ხოლმე რა და ეხლა უკვე გადმოვიდა ფეშქაში აი ზუსტად აი ფეშქაში რო გადათარგმნო ალბათ ეს არის აი ფეშქაში აი ფეშქაში არა. მუშტარი არის სიტყვა, ცოტა ნაკლებად პოპულარული სიტყვა, მაგრამ ნიშნავს კლიენტს. აი კლიენტად ვიცით რომ მუშტარი კლიენტს ნიშნავს, მაგრამ საბოლოო ჯამში თურმე მუშტარი ნიშნავს სიტყვა იუპიტერს, ანუ პლანეტა იუპიტერს. იუპიტერი ითვლებოდა აი ვაჭრობის და კეთილდღეობის და უხფულიანობის სიმბოლოდ და ვაჭრები კლიენტებს ეძახდნენ მუშტარებს, იმიტომ რომ აი თითქოს მანიფესტირებდნენ რომ ეს მუშტარსო დაუძახებ, ეს მუშტარივით მოვა და ყველაფერს იყიდის ძვირად რა. და ბოლოს კლიენტად დარჩა ეს სიტყვა მუშტარი. მოდი გადავიდეთ ახლა ცოტა ბრაზილიან სიტყვებზე. შეურაცხყოფელ სიტყვებზე, რომელსაც აი ხა თლა შეურაცხყოფელი არა, მაგრამ გოთვერანი მაგალითად შეგიძლია შენ ძმაკას დაუძახე გოთვერანია კაცი, გოთვერანი და გოთვერანი კი ვიცი არსებითად აი სული რა აქვს, ანუ რა ხასიათის სიტყვა არის, რას ნიშნავს, ასუსტად არ ვიცოდი, მაგრამ გოთვერანი ვიცოდი რომ შეგოთვერანო, აი ეგ ამბავი იყო და თურმე გოთვერანი ძალიან ისეთი სიტყვა არის რა, გოთვერანი თურმე ნიშნავს გიოთს ყოფილა უკანალი და ვერან არის თურმე მიმცემი და გოთვერანი არის უკანალის მიმცემი ადამიანი, ამიტომ სანამ გოთვერანს ვინმეს დაუძახებთ, იცოდეთ რას ეძახით, არ ეძახით, უბრალოდ მამა ძაღლს ან რამე ეგეთ რა. ჯანდაბა ალბათ ყველა გვითქვამს ერთხელ მაინც ჯანდაბა. ჯოჯოხეთს ნიშნავს არაბულად, თუმცა ჯანდაბა არის კითხება მგონი ჯაჰანამ. არის ჯოჯოხეთი და როგორც ვიცით, ჯანდაბა მგონი მაქედან მოდის რა, რომ ჯოჯოხეთს ნიშნავს რა. თუ არ ვწდები. ზახრუმა, ხო იცით? ზახრუმას რო ვიძახით ხოლმე ვიღაცა რომ
ვიღაცა ისეთი რომ დააცემინებს რა, აი უფრო ზახრუმას იძახის, უფრო წარმომიდგენია რომ თვრალი კაცი მოვიდა სახლში. მოვიდა მიედო მოედო ჩამოაკდო რაღაცა მივიდა დაწვა ხრინავს და დააცემინა და ზახრუმა ეუნება მისი მეუღლე გაბრაზებული, რომელიც მთელი ღამე ელოდებოდა და თვრალი მოვიდა და ზახრუმა არის სხვათა შორის ნიშნავს გველის შხამს და იკითხება ზაჰრუმა არის. ზაჰრ არის გველი და მარ არის შხამი და ზაჰრმარ არის გველის შხამი. გველის შხამი შენო ეს ეუნება. სიტყვა ჯალათი არის ალბათ ბოლო პერიოდში, ალბათ 2003 წლიდან დღემდე ძალიან ხშირად გამოყენებადი სიტყვა. ჩვენთან ხო ნიშნავს დამსჯელს და აღმსრულებელს რაღაცა იმის ცუდი რაღაცის და სინამდვილეში ნიშნავს უბრალოდ ტყავის გამცლელს რა და ჯალათები იყვნენ ტიპები, რომელსაც საქონელი მქონდა და ტყავს აცლიდნენ ამ საქონელს რა. ასევე ყასაბიც, ქასაბ არის სიტყვა და ყასაბი არის ჩვენთან ხორცის ჭრელია და იქაც ხორცის დამანაწევრებელი იყო, ოღონდ ცოტა სხვა ხორცებსაც ანაწევრებდა ეპშტეინს მოკითხვა თავის კუნძულზე. აი კონტექსტს რომ მიხვდეთ, საერთოდ რა თქმა უნდა არა მოკითხვა, მაგრამ უბრალოდ რო არ მეთქვა ცუდად, კონტექსტუალურად მოვიკითხე საიზღარი ადამიანი. ყველაზე საინტერესო ჩემთვისაც იყო, როცა ამ სიტყვებს ვეძებდი, არამზადა. ანუ არამზადა ძალიან ქართული სიტყვაა რა, არა და მზადა. მაგრამ დაუფიქრდე, აი არამზადა რას ნიშნავს? რა არამზადა მოუმზადებელი? უფრო არაკომპეტენტური? გაკვეთილი რო არის ის ადამიანმა რას ნიშნავს არამზადა რა? რო დაუფიქრდე, მაგრამ ქართული სიტყვა არამზადაში არამზადა. და არამზადაც არ ყოფილა ქართული სიტყვა საერთოდ, იმიტომ რომ სიტყვა არა არ არის იქ ნიშნული, იქ არის ჰარამ. ჰარამი როგორც იცით არის რო არ შეიძლება. ჰალალი და ჰარამი რა და ჰარამ ზადა არის ჰარამ არის აკრძალული და ზადა დაბადებული და აკრძალული დაბადებული, ანუ უკანონოდ დაბადებული, რაც ჩვენ ქართულ ენაზე სიტყვა ნაბიჯვარს, რაზეც ვიყენებთ, არის ჰარამზადა. რა თქმა უნდა, არამზადა ვისაც უთქვამს არ უნდა დაურეკო, ეხლა და რა ვიზე თქვი ბიჭო ნაბიჯვარიო, ეგ არ უნდა თქვა, არ უნდა უთხრა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კონტექსტია ყველაზე მნიშვნელოვანი. მანდ მაგიტო არ გეუნებათ ის ადამიანი უბრალოდ საიდან მოდის მე მაგას ვამბობ არ ვცდილობ შუღლის გაღვივებას გეხვეწებით მე არ ვცდილობ ქართველებში შუღლის გაღვივებას მე უბრალოდ მაქვს მოტანილი სიტყვები რომელიც ძალიან საინტერესოა რომ სხვადაური ყოფილა თურმე და მე დამკვიდრებული საქართველოში ყალთაბანდი ეგეც შემოსული სიტყვა არის სპარსული სიტყვა არის და მახარას არხი რომ არის ცუდი ხელოსანი ხო იცით მაგას ქართულად ერთ სიტყვაში შეგიძლიათ დაარქვათ ყალთაბანდი მახარა არის ყალთაბანდი, იმიტომ რომ ყალთაბანდი იყო ადამიანი, ვინც ცუდად კრავდა, ანუ უნაგირს ვერ ამაგრებდა კარგად და ცხენიდან ვარდებოდა ხალხი და ყალთაბანდს ეძახდნენ, ანუ ცუდი ხელოსანი იყო ყალთაბანდი. ქალთა არის უნაგირი და ბანდი არის შეკვრა. როგორც ვკითხულობ და როგორც ვარ ესერჩებ. მოდი გადავიდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ სიტყვებზე. სიტყვა ფანჯარა. ფანჯარა არის ფენჯარა. არ ვიცი ეს ფენჯარა, ფანჯი არის ხუთი. ხო იცით ფანჯი რო ხუთი არის და ფანჯარა მოდისო სიტყვა ფანჯიდან რომელიც ხუთი ნახრეტიანი გისოსივით რაღაც სარკმელი იყო ქართულად რომელიც ფანჯარას ეძახა ფანჯარა იყო კონკრეტული სახის ამოჭრილი ჩარჩო კონკრეტული სახის რომელიც მე ისე შემოვიდა და ისე დამკვიდრა რომ ფანჯარა იქაც რა სპარსეთშიც და საქართველოსიც ფანჯარა არის ფანჯარა რომელსაც გამოაღებ არ აქვს მნიშვნელობა 5 ნახრეტი ექნება თუ 8242.746 ჩარჩოც არის სპარსული სიტყვა ჩარჩო არის რაღაცა რაცაც მაგალითად ბორბალივით რაღაც რაც გარს ერტყმის ანუ გარსი არის ჩარჩო და ჩარჩოც არის გარსი რა თქმა უნდა სიტყვა ჯიბეც სიტყვა ჯიბი არის ჯაიბ სპარსულად და ჯაიბ ნიშნავს კარგად გამოთქვა ვინც კარგად იცით სპარსული ჩემად მას ხოთა შორის აზია აფრიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული სპარსულენოვანი განხრით სანდრიკ ფენჯარა ჯაიბ სწორად ვიცახე ჯაიბ ეხლა ნამდვილ სპარსელებს არ ძალიათ ჩემთვის რა თქმა უნდა მაგრამ ვინც საქართველოში ხართ იმათ ვეკითხე ჯაიბ სწორად ვიცახე ანუ ჯაიბ არის რაღაცა ჭრილი რაღაცა ჩაღრმავება რა არის ჯაიბ და ჯიბეც ალბათ ეგ არის რომ ჯიბე არის ჯაიბ შარვალში არსებული რაღაცა ჩაღრმავება სადაც შეგიძლია რაღაცა მონეტები და ნავაჭრი ჩაიხარო. სხვა შორის რო იცოდეთ მაიმუნი, სიტყვა მაიმუნი არაბულად ნიშნავს ბედნიერს უბრალოდ. ოღონდ არ ნიშნავს მაიმუნი მაიმუნს, მაიმუნი ნიშნავს ბედნიერს და დალოცვილს. და არაბებმაც მაიმუნი, იმიტომ შეარქვეს მაიმუნს, რომ თითქოს ბედნიერს ეძახდნენ, რომ
არ გაბრაზებულიყო რა მაიმუნი რა და ჩვენთან შემოვიდა როგორც სიტყვა ეგრევე მაიმუნი. ჩვენთან რა უნდა მაიმუნებს და სადაც უნდათ მაიმუნებს მაგალითად ან სადაც უნდათ მაიმუნებს კი არა, სადაც უნდათ მაიმუნებს იმის ახლოს ვინც არის და მე ჩვენთან შემოვიდა. მაგ ტიპმა დაარქვა მაგას ალბათ მხარზე ეჭდა ერთი მაიმუნი. ამ ტიპს ვინც მოვიდა ეგ რა არისო და ეს მაიმუნი არისო. ამბობდა და მაიმუნი და ჩვენთან შემოვიდა როგორც მაიმუნი. დარწმუნებული ვარ მანქიც მაიმუნთან აქვს კავშირი მანქის, იმიტომ რომ მაინ ძალიან გავს ერთმანეთს დამთხოვა არ იქნება რა. მაგრამ აი სიტყვა აბიზიანა საიდან მოვიდა? აი წარმოდგენა არა მაქვს რა. მოდი გადავიდეთ სიტყვა ნამუსზე. ნამუსიც კარგი საქონელია. ბერძნულად ნომოს არის კანონი. და ესე ეწერა რომ ბერძნულიდან არაბულშიო და არაბულიდან ქართულშიო. არ ვიცი რანაირად, მაგრამ შეიძლება ვცდები და ისიც ცდება, საიდანაც, მაგრამ მე ვერ გამოვიტანე აზრი. მე ხომ ძალიან არაკომპეტენტური ადამიანი ვარ. ხო და ნომოს არის კანონი და ნამუსი იყო ბერძნულიდან შევიდა არაბულში როგორც დაუწერელი კანონი და ჩვენთან შემოვიდა როგორც ნამუსი დაუწერელი კანონი. არ იწერება ეგ კანონი, მაგრამ ნამუსი გაქვს და ნამუსი ყველაზე ძლიერი კანონია ზოგადად რა. ალბათ რაც გვაქვს, ანუ კანონის გვერდით სწავლა მორალურად უფრო მარტია, ვიდრე ნამუსს საუარო გვერდი, ანუ დაწერილ კანონს უფრო მარტივად დაული გვერდს, ვიდრე დაუწერელს რა. ჰალალი და ჰარამი, იცით, ჰარამზე გითხრეთ, რომ ჰარამი არის აკრძალული და ჰალალი არის ნებადართული. და ალალიც, მაქედან მოდის ალალი კაცი, ნებადართული, ანუ ოღონდ როგორ არის, რომ უფრო რელიგიურ კონტექსტში არის რა, ჰარამი არის არ შეიძლება ცოდვა და ჰალალი არის ნებადართული და ისეთი კარგი რა და ზუსტად ალალი ადამიანი მაგას ნიშნავს რომ ეგრე გადმოითარგმნა ალბათ რომ ჰალალი კაცი არაფერი ცუდი არ აქვს გულში, რასაც იძახის ეგრეა და რო შებრუნდები დანას არ დაგარტყავს უკრინდან რა ალალია რა, რასაც იძახის ეგრეა, რასაც ფიქრობს ეგრეა და ნებადართული ტიპია ალალი კაცია, მოდი გენაცვლი დაჯექი ალალი კაცი ხარ, ალალი კაცი რო იცი ტიპზე რომ ალალია ან რო იცი ტიპზე რომ ალალია რა ჰალალზე არ მაქვს ალალი როა ქართული ალალი როა ტიპი გვერდზეც დაჯდრეს რომ დაჯდები გვერდზე რომ გიზის არ გეშინია რა რა ხოდა ტიპი თუ არამია მაშინ გეშინია იმიტომ რომ ის შენ მოკლას ჩალენჯობს აი საკრძალული ეს ცოდვილია ყაიდა სიტყვა ყაიდა ხო იცით ძველი ყაიდის ადამიანია ეს მაინც რა მაგალითად არსებობენ ძველი ყაიდის ხალხი რომელიც რაღაცას ისე არ აკეთებენ როგორც ჩვენ ვაკეთებთ რა მაგალითად ბარათზე ფული არ აქვს და ქეშა დააქვთ მე მაგალითად ბარათზე მაქვს ფული ტაქს რო ვიძახებ ბარათზე მაქვს მიბმული რომ იქ რაღაცა ხურდა მომეცია ეს 20 თეთრი რაღაცა ეგ დისკომფორტი რომ დავივიწყოთ იქიდან მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც მე ახალი ყაიდის კაცი ვარ და ბარათზე მაქვს მიბმული მაგრამ არსებობენ ძველი ყაიდის ადამიანები ვისაც მაგალითად ქეშად ურჩევნია და ქეში უჭირავ და ქეში აქვთ რა ნაღდი ფული ხო და ყაიდაც მაგას ნიშნავს წეს ნიშნავს საფუძველს ნიშნავს ძველი წესის ადამიანი ძველი საფუძველის ადამიანი და ასე ნიშნავს ბაზას და არის ესეთი ის რომ ალ-ქაიდა რო არსებობს არის ალ-ქაიდა არის ბაზა რა, უბრალოდ ბაზას ნიშნავს რაღაცა. საფუძველს რა, ალ-ქაიდა არის საფუძველი ძველი და ჩვენ ყაიდა რაც არის, ეგ არის ალ-ქაიდა. ნუ ქართულად ალ-ქაიდა არის ყაიდა უბრალოდ რა, ალ-ყაიდა. ძალიან კარგი სიტყვა ხათრი, ჩემი ხათრით რო გააკეთე რაღაცა, ხათრი, გთხოვ ჩემი ხათრით გიხვეწები, ესეც უნდა გავარკვე ეს საიდან მოდის. ხათერ არის არაბულად გული და ჩემი ხათრით, ანუ ჩემი გულისთვის რა, ჩემი გულობიზა, ანუ ჩემი გულისთვის ზუსტად იგივეა რა მართლა. როგორც სიტყვა ჩემი გულისთვის გააკეთე, იგივე რა ჩემი ხათრით გააკეთე. უბრალოდ ეს შემოსული სიტყვაა და ნიშნავს ხათერ არის გული და ჩემი გულისთვის გააკეთე. სიტყვა кейპს და სიტყვა კაიფს რო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით? აქ როგორც წერია, ეხლა მე სადაც ვიყურები, სადაც რაღაცებს ეხლა მე ხო არ ვიცი მე ძველ თბილისელს და ძველ არაბს ხوار ველაპარაკები და ორიგინალის ხوار მომაქ ინტერნეტში რაღაცებს ვეძებ. ხო და გავარკვიე რომ სიტყვა кейფი, თუნდაც მოდის სიტყვა кайф ესე წერია. და ნიშნავს ნეტარებას, აღმაფრენას და სიტყვა кайფი, რომელიც მე რუსეთიდან შემოვიდა кайф. არაბული სიტყვა რუსეთში შევიდა როგორც кайფი, кайф და ჩვენთან შემოვიდა როგორც кейფი. და ორივეს აქვს ერთი ფუძე. და ორივე არის кайფი, რომელიც ნიშნავს ნეტარებას რა, გართობას. რა უცნაურია. და ჩვენთვის გართობა кейფია, რუსეთისთვის გართობა кайფია. სლავებმა ესე რომ თქვა, წაიღეს როგორც кайф და ჩვენთან შემოვიდა როგორც кейფი. არა და ორივეს აქვს ერთი საფუძველი, სიტყვა кайф, რომელიც არის არაბული სიტყვა და ნიშნავს სიამოვნებას / ნეტარებას. სიტყვა თამადა ჩვენთანაც ნიშნავს სუფრის წინამძღვარს, რომელმაც უნდა წარმართოს ისე სუფრა რო საინტერესო იყოს, სუფრა რო ადეკვატური იყოს, მოკლედ, სუფრის ამირს პასალარს, რასაც ჩვენ თამადას ვეძახით, ეგეც დამანდ არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს სიძეს რა და არის ესეთი ვარიანტი რომ სიძეს აძლევდნენ უფლებას რომ სუფრა წაიყვანა ადრე და მაქედან
ქართველებმა დაინახეს, რომ ვიღაცა ტიპი, ვისაც სუფრაზე იჯდა და მიყავდა და აგვარებდა ეგ სიტუაციას და პალაჟენიას აყენებდა, დამატს ეძახდნენ და დამატ ჩამოვიდა თამადა და დარჩა სუფრის იმა, თუმცა სიძეს ნიშნავს სპარსულად. მაგრამ თამადა ჩინურად რო იცოდეთ, ნიშნავს მაგის დედას, ესე ნიშნავს. ის არის თა, მა არის დედა და და არის სრა, ვადა არის ჩემი, ნიდა არის შენი და თადა არის მაგისი და მაგის დედა არის თამადა. ხო გახსოვთ ადრე რო იყო რომ თამადა ჩინურად შეგინებას ნიშნავს კი? ოღონდ შეგინებას არა, მაგის დედას ნიშნავს რა. შენ არ გაგინებ რომ თამადას რო გეუნები ვიღაცას ვაგებ. ნიმადას თუ გეტყვი, მაშინ შენს ვამადა არის ქართული ჩემი დედა. ოი, ძალიან საინტერესო სიტყვა ბოზი. ესეთი გოგი კაციტაძეს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ეწერა ესეთი სტატუს ვეძახით, პოსტი ეწერა Facebook-ზე მახსოვს ადრე ძალიან გამეცინა რომ ბოზი ადრე ლამას ნიშნავდაო და ყველას ნუ ეძახითო რა. და ძალიან მომეწონა ეგ. ალბათ ბევრმა ვიცით რომ ბოზი ლამას ნიშნავდა და ეხლა უკვე ისე გავიდა რომ ბოზი ჩამოყალიბდა როგორც მეძავი. მაგრამ ადრე ლამას ნიშნავდა რა და ძალიან კაი პოსტი იყო, მაგიტო ჩავსვი ზუსტად ეს სიტყვა, თორე საერთოდ არ მინდოდა სიტყვა ბოზზე ლაპარაკი. სიტყვა ფერიაც სპარსულიდან მოდის ფერი, რაც არის ფრთოსანი არსება და fairies ფერიდან მოვიდა, ანუ ფერი, ფერია და fairy. ანუ ჩვენგან გავიდა, ჩვენ ხო გზა გვაქვს ესეთი. ჩვენ ისეთ ადგილას ვართ, რომ აღმოსავლეთიდან ვინც დასავლეთში მიდიოდა, ყველა ჩვენ გზას გადიოდა რა, ჩამოევლო, აბრეშუმის გზად ჩვენზე გავიდა და ჩვენთან რო შემოვიდა, ესე ფერია ჩვენთან დარჩა და fairy იქ წავიდა და fairy გახდა. და ფერი ნიშნავს ფრთოსან არსებას სპარსულად. ყოჩაღი რას ნიშნავს, იცით? ყოჩაღი ნიშნავს ვერძს. და ყოჩაღს ეძახდნენ ვერძივით ტიპი რო იყო, რომ აი აბა გავწევ, აი ეგეთ როშას ეძახდნენ ყოჩაღი არისო. კოჩ არის ვერძი და კოჩაკ თუ სწორად ვიძახი არ ვიცი. კოჯაკი არის ვერძი და ვერძივით ბიჭი რა, აი ყოჩაღი რა, იქიდან მოდის სიტყვა ყოჩაღი. სიტყვა სადისტი, იცით საიდან მოდის? ალბათ ყველას გაგიგიათ მაინც მარკის დე სადი. ადამიანი, რომელიც ისეთ ნაწარმოებებს წერდა, ისე აღწერდა რაღაცებს, რომ ნახევარი ცხოვრება ციხეში აქვს გატარებული რა, თავის ნაშრომების და ნაწარმოებების გამო. და სწორედ მაგიტომ დესადი რო იყო, მარკის დესადი რო იყო გვარად, შეიქმნა სიტყვა სადისტი, ადამიანი, რომელიც სხვისი ტანჯვით იღებს სიამოვნებას, არის სადისტი. ასევე არსებობს სიტყვა მაზოხისტი. ასეთი ავსტრიელი მწერალი არსებობდა, ლეოპოლდ ფონ ზახერ მაზოხი. და თავის რომანებში ეს ადამიანი წერდა რაღაცა საკუთარი ტანჯვისგან როგორ იღებდა სიამოვნებას და სწორედ ამიტომ ფსიქოლოგებმა სიტყვა მაზოხისტიც მას მიუძღვნეს და მისი გვარიდან არის ნაწარმოები სიტყვა მაზოხისტი, ადამიანი, რომელიც საკუთარი ტანჯვით იღებს სიამოვნებას. სიტყვა პედერასტი იცით? ხო გონიათ რომ ხუმრობ არა? სიტყვა პედერასტის როგორც ჩვენ გამოვიყენებთ, ჩვენ რა მე საერთოდ არ ვიყენებ მაგ სიტყვას, მაგრამ ადამიანები როგორც გამოიყენებენ სიტყვა პედერასტი, იყენებოდა როგორც მაგალითად თანამედროვე სამყაროში როგორც ჰომოსექსუალი, მაგრამ საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს პედერასტი. ეს სიტყვა არის ბერძნულიდან ნაწარმოები და პედ იცით რაც არის პედიატრი, ანუ ბავშვს ნიშნავს და ერასტეს ნიშნავს მოყვარულს რა, ანუ არ ნიშნავს იმას როგორც გამოიყენებოდა თანამედროვე სამყაროში, საერთოდ სხვა რაღაცას ნიშნავს და ძალიან ცუდი სიტყვა არის. პედ ერასტი არის თანამედროვე, როგორც არის ფილი, როგორც არის მოყვარული, ერასტეს არის მოყვარული რა და იგივე სიტყვა არის პედოფილი, პედერასტი ერთ და იგივე სიტყვა არის. არსებობს კიდევ ესეთი სიტყვები, რომლებიც მაგალითად უკვე დამკვიდრდა რა. აი უკვე დამკვიდრდა, ანუ ინტერნეტმა გაიარა თქო და იმან რო გაიარა რაღაცა თანამედროვე სამყარომ რო გაიარა, არის ეგეთი სიტყვები, არის მაგალითად ბოტასი, ბოტას ჩვენ მეძახით ნებისმიერ ბოტას, New Balance-ის ბოტასია, Nike-ის ბოტასია, ამ დროს ბოტასი არის ჩეხური ბრენდი, რომელიც უშვებს და რაღაც კონკრეტული ტიპის ფეხსაცმელს, რომელსაც ერქვა ბოტასი და ჩამოყალიბდა და დაარსდა ეს სიტყვა შემოვიდა როგორც ბოტასი. საქართველოში ბოტასი ნიშნავს ყველანაირ ისეთ მოსპორტულო რაღაცნაირ ფეხსაცმელს, რაც სამდვილეში მაგას არ ნიშნავს, არის ბოლდ ბრენდი. ასევე მსგავსი არის ბავშვის საფენი, რომელსაც ჩვენ პამპერსს ვეძახით. პამპერსი არ არსებობს, სიტყვა პამპერსი არის ბრენდი, აი ეს ბრენდი არის პამპერსი და სანამ ეს ბრენდი გაჩნდებოდა, სიტყვა პამპერსი არ არსებობდა. როგორც არის ჩუპაჩუპსი, ჯოხიანი კამფეტი, ჩვენთან შემოსულია ჯოხიანი კამფეტი, როგორც ჩუპაჩუპსი, იმიტომ რომ ჩუპაჩუპსი იყო და ჩვენ თითქმის ყველა ჯოხიან კამფეტს ჩვენ ვეძახით ჩუპაჩუპს. ჯიპი ასევე, ჯიპიც არ არსებობდა, სანამ ჯიპი არ შექმნიდა სამხედრო მანქანას დიდს ესეც, რომელიც იყო ჯიპის ბრენდის, ჩვენ კიდე ყველანაირ მაღალ მანქანას SUV-ს
გინდეს ვიდეო ძახი გინჯიპი ყველა მოგწეთ რაზე ვსაუბრობთ როგორც იცით ჩვენ ლაპარაკი ადამიანებმა იმიტომ კი არ დავიწყეთ რომ გრამატიკულად სწორად და გამოთქმით და მხატვრულად გვესაუბრა ჩვენ საუბარი იმიტომ დავიწყეთ რომ კომუნიკაციის საუკეთესო გზა ვიპოვეთ აი ამ საუბრის მეშვეობით ანუ ჩვენ იმიტომ ვლაპარაკობთ ლაპარაკის მთავარი მიზანი არ არის სწორად გამოთქვა რაღაცები ლაპარაკის საუბრის მთავარი მიზანი არის ინფორმაციის გადაცემა და კომუნიკაცია. ანუ მე თუ შენ კომუნიკაციაში შემოვდივარ შენთან და სიტყვა ჯიპს ვიყენებ და გახვედრებ რის თქმაც მინდა ჯიპი ნახე ჯიპი მოდის შენ არ უნდა გამხედო და ჯიპი არ არის SUV არისო რომ მითხრა ეგ რა თქმა უნდა კადრე მაგრამ შენ სხვაგან ხარ ძმაო შენ ვაფშე კონტექსტს ვერ ხვდები ანუ აზრზე არ ახარ რაზე გელა ანუ აზრზე არ ახარ მე ისი თქმა მინდა მე თუ გესაუბრები შენ და გეუბნები რომ ბავშვ პამპერსი გამოუცვალე და შენ მეუბნები რომ პამპერსი არ გვაქვს და ჰუმანას საფენები გვაქვს და ესე მიყურებ სხვაგან ხარ გაანებე მაგას თავი და ყოველთვის გახსოვდე თვისაც რაღაცის თქმა გინდა მინახავ ხართ მაგივრად მინახი ხარ სიძახით მაგალითად ვინებს სიძახით ვინს მაგივრად არანაირი პრობლემა არ არის ჩემი აზრით რა. ან რაღაცა დაასოს სხვანაირად იძახით. ეგ არის ძალიან აი როგორ ახსნა. ფსიქოლოგიურად ჩემი აზრით არის ადამიანი, ვისაც არ აქვს ავტორიტეტი ბევრგან, აი ავტორიტეტის მოპოვება ცდილობს რომ რაღაცებს გისწორებს რა. შენ თუ გამოდიხარ საქართველოს სახელით, დგახარ მთელი მსოფლიო გიყურებს და გაკვირდება როგორ საუბრობ ქართულად, ან სადმე ოლიმპიადაზე არ გადიხარ ქართული ენის, ან რაღაცა სტატიას არ წერან, ლექსს არ წერან, ლექსშიც კი შეიძლება, ანუ რაღაცას არ წერს, სადაც აუცილებელია რომ ქართულად ყველაფერი მინახავ ხარ და წერო მინახი ხარ, მაგივრად თუ ეგ სიტუაცია არ არის და კომუნიკაციაში ვარ და მე შენ გიყურებ, გისმენ და რაღაცას მეტყვი მე გაგისწორებ, მე ვარ მან და არასწორი რა, ამიტომ მეგობრებო, ვინც მან მაგის მსხვერპლი ხართ და რაღაცას იძახით და ვიღაცა იქიდან გისწორებთ, იცოდეთ რომ ის ადამიანი უბრალოდ კონტექსტუალურად აცდენილია მაგ ყველაფერს რა. რა თქმა უნდა, კარგი არის, უმჯობესი არის აი ყველამ რო ესე ვისაუბროთ, ოკეი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ. კარგად გავიაზროთ და მივხვდეთ ფუნდამენტურად რატომ ლაპარაკობს ადამიანი. იმიტომ ლაპარაკობს რომ ინფორმაცია გავცვალოთ და კომუნიკაციაში ვიყოთ. ადამიანი თუ შეძლებს და კომუნიკაციის საერთოდ სხვა მეთოდს დაამყარებს, რომელიც არ იქნება მენტალური მაგალითად, რომ მე შენ რაღაცანაირად მენტალურად ჩემი აზრი მოგეცი, რომელიც ნიშნავს რომ რაღაცას კონკრეტული მესიჯია და შენ კითხულობ, შეიძლება საერთოდ ლაპარაკიც აღარ დაგჭირდეს. ანუ ჩვენ თუ ეგ შევძელით, უყურეთ მეგობრებო, ჩვენ თუ შევძელით, რომ კომუნიკაციაში ერთმანეთთან შევიდეთ ისე, რომ სიტყვების თქმა არ დაგჭირდეს, საერთოდ გაქრება, ანუ არავინ აღარ ილაპარაკებს. არავინ აღარ ისაუბრებს. ანუ მაგდენად ნაკლებად მნიშვნელოვანი არის ლაპარაკი როგორც ხელოვნება და იმდენად მნიშვნელოვანი არის ლაპარაკი როგორც კომუნიკაციის საშუალება. სწორედ ამიტომ 98% ლაპარაკის და საუბრის მიზანი არის კომუნიკაცია და 2% ალბათ სილამაზე ამ ყველაფრის რა. ხო და მინდა რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ და ვიღაც რაღაცას რო გაგისწორებთ, არ გეგონოთ რომ რაღაცაში შეცდით და არ გაგიტყდეთ რა. გახსოვდეთ ჩვენ იმიტომ საუბრობთ, რომ ინფორმაცია გავცვალოთ. და მე რო ოკეის გეტყვი, შენ იცი რომ მე თანახმავარ. და არ გჭირდება ჩემგან თანახმავარ შენს წინადადება ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო შემოგევლე ანუ მაგას არ ვიტყვი და გეტყვი ოკეის იმიტომ რომ ოკეი ბევრად მემარტივება და ოკეი მოვიდა პირველი ჩემ თავში რა ვქნა ხა ოკეი მოვიდა არა ოკეი არ მოიცოდი მე კი არა და გადავქეკო და ვიპოვო ის იდეალური რაღაცა ხატრული თანხმობის ნიშანი არა უი ჰაი ჰუი იქ რო თქვი ზემოთ რაღაც წინადება თქვი ჰაი ჰუიც სპარსულია რო იცოდეთ ჰაი ჰუი ანუ ჰაი ჰუი ხო ძალიან ქართული ავატყდა ერთი ჰაი ჰუი არა ძმაო ჰაი ჰუიც სპარსიდან შემოვიდა და ყვირილს ნიშნავს ჰაი ჰუი რა ყვირილი ძახელი აყალმაყალ როგორც ჩვენ ვიყენებთ ზოგადად ესე იყოს გოიმზე გითხარით რომ გოი ებრაულად სწორად ვიძახი ებრაულად არ ვიცი მაგათ მათენაზე გოი არის უცხოს ნიშნავს უცხოელს ღარიბიც უცხოელს ნიშნავს ოღონდ სპარსულად იმიტომ რომ ღარიბი უცხოელი იყო უცხო მიწაზე იყო და არაფერი არ გააჩნდა ანუ უცხო მიწაზე რომ მიდიხარ შენ იქ არც ნათესავი ყავს არც ძმა არც სახლი არაფერი და ღარიბი ხარ რა სწორედ აქედან მოდის სიტყვა ღარიბიც გოიმიც უცხოს ნიშნავს ოღონდ უფრო სხვანაირად უცხოს ანუ უფრო სისხლით უცხოს ნიშნავს გოი რა ჯავრიც არის არაბული სიტყვა ოღონდ ჯავრი არა ჯაბრ არის არაბული სიტყვა და ნიშნავს ძალადობას ეგ არის ჯავრი იყარა ანუ იძალადა შარიც არაბული სიტყვა და შარ არის და ნიშნავს უბედურებას და რა თქმა უნდა სიტყვა ბაზარი რომელიც თელ სოფლიოში ისე დამკვიდრა როგორც ბაზარი აი მარკეტი ეჩალიჩება ეხა მარკეტი ედავება ბაზარს
პირველობაზე რა, თორემ მთელ მსოფლიოში ბაზარი ყველა მიცით ბაზარი რაც არის. ბაზარიც სპარსული სიტყვაა და სავაჭრო ადგილს ნიშნავს. ბაზარი არ არის, რა თქმა უნდა, იმას კი არ ნიშნავს, რომ კიტრი არ იყიდებ, არამედ ბაზარი რა ნიშნავს, სავაჭრო აქ არაფერი არის, ბაზარი არ არის, ანუ არ შემოგედავები, არ გევაჭრები, ოკეი ვქნათ, ბაზარი არ არის. მაგიდან მოდის სიტყვა ბაზარი არ არის. ბაზარი არ არის უფრო ძველი სიტყვა ვიდრე ტო. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო, მან დრო დავითა არის, ეგ დავითა დევიდენ დოგზე არ არის საუბარი, როგორც გავიგეთ ბოლო პერიოდში. მე ბოლო პერიოდში გავიგეთ, ალბათ უმეტესმა ბოლო პერიოდში გაიგო. და ისე მოაქვთ უმეტესობას თავი რო თითქოს მთელი ცხოვრება რო დაიბადნენ, ჯერ დედა თქვეს, მე მამა და მე რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო გაანალიზეს, რომ იგი დავითა კი რა დავაზია საუბარი. ეგრე არ არის, ბოლოს გავიგეთ, ბოლოს გავრცელდა არსებობა, რა თქმა უნდა ადამიანებს ადრეც იცოდა, მაგრამ ბოლოს გავრცელდა ეგ ყველაფერი და დავაც არის და აპოსტროფი წა დავა არის არაბული სიტყვა. ნიშნავს საარჩელს, პრეტენზიას, მოთხოვნას და პრეტენზიებით რაც მოგივა, ყველა შენ თავს დააბრალა. სიტყვა ფარჩაკი ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს ნაგლეჯს, აი ნახევს, ძველმანს, ძონძს. სიტყვა ფარჩაკი რო ეუნებშე ფარჩაკო, ნახევ ნაგლეჯო რაღაცა, ანუ აი ნაწილო რაღაცა. ძონძო ესე უნდა ფარჩაკი მაგას ნიშნავს. და ფარჩაკ არის სპარსული სიტყვა. ყისმათი ნიშნავს წილს, ქისმა არის არაბული სიტყვა, რომელიც ნიშნავს რაღაცა წილს და ყისმათი არის წილი იღბლის, რაც შენ გეკუთვნის, ანუ შენი რაღაც რო გაგიმართლებს, ეს შენი ხისმა არის, რაც შენ თავიდანვე ღმერთმა გადაწყვიტა, რომ შენი იყო, აი ეგ არის ყისმათი, რა ყისმათაა ტიპი, ანუ ჩვენთან იღბლიანს ნიშნავს, მაგრამ ზოგადად მოდის იქიდან, რომ ხისმა არის შენი ნაწილი, ანუ რაც გერგებოდა ისედაც რა, ანუ აი ბედის წერას რაც შენთვის ისედაც უნდოდა რა, აი მაგის ეგ წილი არის. ხო, სიტყვა ხოში, ხოშიც არის სპარსული სიტყვა, ხოშ ზუსტად ესე ხოშ, რაც ნიშნავს კარგ სასიამოვნოს, ანუ ხოშიანი არის კარგი სასიამოვნო, აი ხოშიანი ის იყო რა, კარგი იყო სასიამოვნო იყო რა. მუქთახორა. მუქთახორაც ქართულ სიტყვას გავს ძალიან დიდი ხანი ქართულიდან მეგონა, მაგრამ მუფთ არის უსასყიდლო, ანუ მუფთ არის უფასო რა და ხორა არის ჭამა, როგორც გავიგე და მუფთახორ არის უფასოდ მჭამელი რა, ანუ ვინც უფასოდ ჭამს, მუქთახორა. სიტყვა ჯაფა. ჯაფა როგორც ვიცით არის მუშაობა, მაგრამ ჯაფა არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს ტანჯვას და ჯაფა ჩემთანაც ჯაფა უფრო იმ შრომასთან ასოცირდება, რომელიც რთული და ოფლის მომდენია და ჯაფა რა, ზიმები, ასაწევი და მე-9 სართულზე ასატანი ფორტეპიანო არის ჯაფა, რაც ტანჯვას ნიშნავს. არის კიდე ესეთი მოსაზრება, რომ ამბავი, ანბა არის ნაბას მრავლობითი ფორმა, რაც ნიშნავდა სიახლეებს, ახალ ამბებს. ამბავი. და არსებობენ ადამიანები, ანბავს იძახიან, ახალი ანბავი მაქვს. და არსებობენ ადამიანები, ამ ახალ ამბავზე უნებიან, რომ ანბავი კი არა, ამბავი შეშტერო. და საბოლოო ჯამში შესაძლებელი არის, რომ ის ადამიანი იყოს მართალი, ვინც ანბავს ეძახის და არა ამბავს. ამ ამბავს. ან ამ ანბავს, არ ვიცი. ასევე თარაზო, რომელიც ესე ვაყენებთ, რომ გაასწოროს, თარაზო არის თარაზუდან მოდის და თარაზუ ნიშნავს სასწორს, აი ზუსტად ესეთი სასწორი რაც იყო. ეგ არის თარაზუ და თარაზო, რომელიც აი ამას ასწორებს. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. ამით ახლა რა თქმა უნდა თქვენი თვალსაწერი ძალიან არ გაიზრდება და ფული შუნოს ვერ დაიწყებ ამ ინფორმაციით, რაც მე მოგაწოდეთ. მაგრამ იმედია ცოტა გაერთეთ. ძალიან მინდა რომ ჩემი არხი გამაიწეროთ, იმიტომ რომ 50000 გამომწერს და გეგმავ ალბათ არ ვიცი საუკეთესო, მაგრამ 50000 გამომწერს და ძალიან კარგ რაღაცას გეგმავ და რაც უფრო მალე ავალთ მაგ 50000-ზე, მით უფრო მალე მოხდება ის რაღაც, რასაც გეგმავ. არ დაგავიწყეთ კომენტარებში, დაწეროთ როგორ გახდით გონდა ბარსელონას გულშემატკივარი. გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წავედი თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავები.